ახლა მინდა სტუდიაში ვთხოვო სწორედ ნანუკა ჟორჟოლიას. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორ ხართ ნანუკა? კარგად, თავად როგორ ხართ? მადლობა. ბოლო 1 თვის განმავლობაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პოლიტიკაში შენს წასვლასთან დაკავშირებით გაიგო საზოგადოებამ. ეს იყო პირველი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე ის განგიხილავდა შენ. შემდეგ განვითარდა პროცესები ისე როგორც განვითარდა, ამას უკვე შეკითხვებში შემდეგ ჩავშლით და ახლა უკვე მისი გადაწყვეტილება შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის აღმასრულებელი მდივანი იქნები შენ, თავად კი პარტიის თავმჯდომარე. ეს იქნება თუ არ ვცდები შენი პირველი პირდაპირ ეთერი ამ გადაწყვეტილების შემდეგ და მაქვს ძალიან ბევრი კითხვა. წეგან თინა ბოკუჩავა იყო ჩვენი სტუმარი. უსმინე თინას. უსმინე? ხო, და მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, მაგრამ შენი პირველი სათქმელი რა არის? პირველ რიგში მოგესალმებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ეთერი, იმიტომ რომ დეტალური განმარტება მესმის რომ შიდა პარტიული ამბებია, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას როგორც მხარდამჭერები, ისე ამ უმრჩევლები, ისე პარტიის წევრები მიმოფანტულია როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ. თქვენ იცით რომ ძალიან ძლიერი ემიგრაციული, საემიგრაციო, ანუ ემიგრაციაში მყოფი ჯგუფია. ამიტომ მე მომიწევს ბევრი ისე დეტალზე საუბარი, რომელიც შეიძლება სხვებისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობის ამ უმრჩევლებს და მათ წევრებს ვესაუბრები. პირველ რიგში, რაც უნდა იცოდეს ყველამ, ეს არის რომ თავმჯდომარეობა არ უქმდება ნაციონალურ მოძრაობაში. სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაყურებულიც კი ვარ, რომ რაღაცა ეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალებია, რომ ყველამ ვიცით ამის შესახებ პარტიაში. თინა ბოკუჩავა მარიცო. ხო და მე ძალიან გამიკვირდა გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები, მე მაქვს ყოველდღე შეხვედრები პარტიის წევრებთან, როგორც გუნდის ძველ წევრებთან, ისე რეგიონის წარმომადგენლებთან და შესაბამისად ეს ყველამ იცის პარტიაში, რომ არანაირი თავმჯდომარის განხილვა, ამ პოზიციის განხილვა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. აქ არის საუბარი 6 თვიან დროებით მმართველობის ჯგუფზე, ანუ ის 6 თვე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება და თან მნიშვნელოვანი რა არის? არჩევნები პირდაპირი წესით. თქვენ იცით რომ ორი ფორმატის არჩევნებია, ერთის მხრივ, როდესაც მხოლოდ შიდა პარტიული წევრები იღებენ მონაწილეობას, ანუ პოლიცსაბჭოს წევრები და მეორეს მხრივ, როდესაც ამ უმრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, ასე აირჩიეს თავის დროზე იყო ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შორის, ასე იყო ხაბესა და ნიკა მელიას შორის, ეს წესი დაირღვა ერთადერთხელ. როდესაც თინა გახდა თავმჯდომარე და ხაბე იკავებდა ამ პოზიციას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო სპეკულაცია, მიიღეს თუ არა ნანუკა, იყო თუ არა წინააღმდეგობა, ან მიშას კანდიდატურა ხომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ნანუკა გამختارიყო, ანუ მირთმეული ყოფილიყო ეს პოზიცია მისთვის და ეს პოსტი მისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და სამართლიანი იქნება, რომ ნებისმიერი თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს ის კანდიდატი, ვინც იქნება, თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ უმრჩეველმაც, ანუ პირდაპირ წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა შესაბამისად, იმიტომ რომ ამის რესურსი ამ სიახლეების გათვალისწინებით ახლა ფიზიკურად ეს ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ამას მომზადება სჭირდება, იცით თქვენ. ამიტომ არჩევნები დაინიშნა 6 თვეში, რომ იყოს ეს საინტერესო და იყოს ყველას კონდეს ჩართულობის შეგრძნება და უფლება, ეს ერთი. მეორე რაც შეეხება ამ დროებით მმართველობის ჯგუფს, ამ დროებით დროებითი მმართველობითი ჯგუფი იქნება ეს საბჭო? არა. საბჭო არის ჯგუფი, რომელზეც საუბრობდა. ნახეთ, რეფორმატორთა საბჭო არის პარტიისგან დამოუკიდებელი, რომელიც რეკომენდაციების მიმცემი იქნება პარტიისთვის. აქაც მნიშვნელოვანი ერთი დეტალი, თინა ამბობდა, რომ არჩევითი უნდა იყოსო. ხო, არა, გაუჩნდა მას კითხვა, რომ რატომ ლეგიტიმური კითხვა, შეიძლება ეს ხვებსაც გასჩენოდეთ, ამიტომ მინდა აქვე უპასუხო, რომ რეფორმატორთა საბჭოს თავმჯდომარე და ხელმძღვანელი არის მიხეილ სააკაშვილი. იქნებოდა მლიქვნელობა, რომ ნებისმიერი ტიპის ვისთვის უნდა გვეკითხა. ეს რეფორმატორთა საბჭო არ არის პარტიული ორგანო. ეს არ არის პარტიული სტრუქტურა, ანუ არჩევნები სად უნდა ჩაგვეტარებინა. არჩევნებში მონაწილეობა ვის უნდა მიიღო? ანუ მიხეილ სააკაშვილი ამ პოზიციაზე ვის უნდა აერჩია? როცა ეს ეხლა იქნება, ეს არ არის პარტიული სტრუქტურა, ეს არის პარტიისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც იქნება და რა სტრუქტურა ამაზეც მინდა რომ დეტალურად ჩავსაშალო და ვისაუბრო. და მეორე საკითხია, რომ იმიტომ რომ ვადა გაუვიდა როგორც თავმჯდომარის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს შეიქმნა დროებითი საბჭო, იმიტომ რომ ერთი გადაწყვეტილების მიმღები არ იყოს ამ 6 თვის ვადაში და მასში მონაწილეობა შეძლონ როგორც ვეტერანებმა, როგორც მე მათ ვუწოდებ, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სტატუსია, მათი გამოცდილების და დამსახურებებია გათვალისწინებულია, ისე ახალგაზრდებმა. მაინც და მაინც დადებითი პოზიტიური რეაქციები არ არის ამ როგორც ვეტერანების მხრიდან, ხო, ესეც
საინტერესოა ყველასგან არა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ ანუ ეხლა თქვენ ამბობთ რომ რეკომენდაციებს მისცემთ ნაციონალურ მოძრაობას თქვენი საბჭოთი და რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი არ უქმდება მაგრამ თინა ბოკუჩავა წეგან ჩემთან ეთერში ამბობდა რომ მისი ვარაუდით ეს პოზიცია გაუქმდება საერთოდ მას არ ქონდა არანაირი ინფორმაცია რამდენად სწორია ნანუკა მოდი ერთი წუთი თუ შეიძლება კითხვას ჩამოვაყალიბებ და შემდეგ ვისაუბროთ ამ ბევრ თემაზე დრო გვაქვს ანუ ამჯერადაც მოხდა ისე აი ნახე პროცესები როგორ განვითარდა ერთი თვის წინ ჩვენ ვიგებთ სააკაშვილის Facebook პოსტი მე რა შუაში ვარ მე ვიგებ რა მე Facebook პოსტით უნდა გამეგო მაგრამ მისი პარტიის თავმჯდომარემ გაიგო Facebook პოსტით რომ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ შენ გიჭერდა მხარს ახლაც როგორც მივხვდი მისთვის აღმოჩნდა სიურპრიზი ეს ახალი საბჭოს შექმნის თემა და მას პასუხიც კი არა აქვს ბოლომდე პარტიაში თავმჯდომარის პოსტი უქმდება თუ არა ანუ ეს რამდენად სწორია შენ როგორ მე უსამართლობაა ახლა იმ განცდის გაჩენა რომ ეს არის მოულოდნელი და ამიტომ მე მომიწევს ისე დეტალებზე საუბარი რომ სიმართლე გაიგოს ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის გუნდმა მიხეილ სააკაშვილმა როგორც კი დაიწყო ამ ახალ იდეაზე საუბარი ფიქრი და მსჯელობა პირველი შეთავაზება ვისაც გაუკეთა ამ საბჭოში მონაწილეობის მიღების ეს იყო თინა ბოკუჩავა და მე ეს ვიცი იქედან გამომდინარე რომ მე და თინას გვქონდა შეხვედრა დეტალური საუბარი ამ თემაზე განხილვა როდის იყო ეს? ჩვენი შეხვედრა იყო დაახლოებით ალბათ კვირა-ნახევრის წინ. ანუ თავმჯდომარეთ როცა ის გასახელებთ მიხეილ სააკაშვილი ამის მერე გადისდრო და აი ახლა კვირა-ნახევრის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ხელმძღვანელი, ასევე ჩემთან ერთად იყვნენ წარმომადგენლები. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იყო არაპირადი, არა რაღაც დამალული შეხვედრა, ეს იყო საქმის ირგვლივ და ამიტომ მე ჩემს თავისუფლებას ვაძლევ, რომ თქვა და თან მართლა უსამართლოდ მიმაჩნია ჩვენ ახლა რამე ისეთი მინიშნება გავაკეთო, ან მე ჩავთვალო, რომ ამაზე პასუხის გაცემა არ ღირს ახლა და გავაჩინო განცდა, რომ მიშამ ისევ მორიგჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავინ არ გაითვალისწინა. არასწორია. სიმართლე არის ერთი, რომ მიშამ შეთავაზება გაუკეთა ჯერ თინას, იმიტომ რომ მე რომ წერილი მომწერა, იქ ეწერა რომ მე თინასთან უკვე კონსულტაციებს გავდივარ ამ თემაზე. ამ რეფორმატორთა საბჭოზე, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ის თინასთან კავშირზე იყო ჩემამდე ამ რეფორმატორების საბჭოს დეტალებზე. ჩვენ გვქონდა საუბარი, მე ვიცი რომ თინა მიიღო ამ რეფორმატორების საბჭოში მნიშვნელოვანი წინადადება მიშასგან, იყო განხილვა, ჰქონდათ მიმოწერა. და ჩვენ სწორედ ამ ფორმატში ამ ფორმატში ვსაუბრობდით ეს იყო ყველაზე ისეთი და რა შეთავაზება იყო მე როგორც ვიცი ის უნდა ყოფილიყო საგარეო ველზე რაც ნამდვილად მისი ძალიან ძლიერი მხარეა მე რაშიც ვფიქრობ რომ უკონკურენტოა თინა პარტიაში ის უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი ამ რეფორმატორთა საბჭოს ისევე როგორც პარტიის და უარი თქვა აი როცა თქვენ შეხვდით არ ყოფილა უარი ეს იყო მოლაპარაკებების ეტაპი დეტალების გავლის ეტაპი და შესაბამისად მე თან მე რატომ ეტყოდა უარს ახლა ეს მიშასთან კომუნიკაციის ამბავია და ეს მე არ მეხება. პირიქით ეს იყო ძალიან საქმიანი დეტალურად განვიხილავდით ვის რა სფეროში, რა ეპიზოდში, რა ფუნქცია უნდა ვქონოდა. ამიტომ მე არ ვიცი ახლა ნებისმიერ სხვა ეთერში ამას არ მოუყვებოდი, მაგრამ დღეს რო ახლა ჩვენის განცდა გავაჩინოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ უსამართლოდ მოექცა ვიღაცას, არასწორია და მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ რომ პირველი დღიდან რაც არ ვიცი ამ თემაში შემოვედი, ვამბობ რომ ყველაზე მთავარი ჩემი მოქმედების მთავარი ბარათი რაც იქნება, ეს არის გულწრფელობა. ანუ გამორიცხულია რომ რაღაცნაირად პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით რაღაცები არ ვილაპარაკო. იცი რა მინდა რომ გამოვიტანოთ ხა ჩვენ საუბარში ერთ-ერთ თემად რეალურად სააკაშვილი ამ ჩემი რეაქცია ხო იცი ტელეფონზე ვიცი მაგრამ ეხლა რაღაც ჩამიგდეს და მითხრეს რომ ზუსტად ესეაო და მაგით შევასწორებ კი ბატონო კარგი ვეცადოთ რომ ნაკლებად ტელეფონი დავკავდეთ ხო არ მიყვარს საუბრის დროს ნანუკა ანუ რეალურად რა გამოდის რადგან ეხლა შენ ყვები რომ აი შენამდე თინა ბოკუჩავა შესთავაზა ამ საბჭოში ყოფნა მიხეილ სააკაშვილმა გამოდის თუ არა რომ მესამე პრეზიდენტი ემიჯნება რეალურად საკუთარ პარტიას
რატო გამიჩნდა ეს კითხვა მე წეგან როდესაც ახალი ამბები სტუდიიდან მიმყავდა ინტერვიუ იქაც გავიხსენე 2 კვირის წინ მე მქონდა მიშასთან ინტერვიუ და მას დაუსვი კითხვა რომ რა მოხდება იმ შემთხვევაში თქო თუ თქვენივე პარტიაში ვერ გაიტანთ გადაწყვეტილებას ნანუკას თავმჯდომარეობაზე თუ ის არ მოусმენია ვინმეს ის ბლოკი მინდა ეხლა რომ წავიკითხო მე მას ვკითხე საერთოდ ხომ არ შეიძლება ერთ დღეს თქვენ თავად დატოვოთ ნაციონალური მოძრაობა და იგივე ახალგაზრდებთან ერთად მაგალითად ვის მიყვანასაც ნანუკა ჟორჟოლიანისგან ელით სულ სხვა და ახალი პარტია გააკეთოთ თუ ნანუკას არ აირჩევს პარტია თქვენი რეაქცია როგორი იქნება შეიძლება თუ არა გაემიჯნოთქო და მან გვიპასუხა რომ აქ საკითხი ერთი პარტიის მეორეზე გაცვლაში არ დგას მთლიანად პარტიული სისტემაა შესაძლებელი და რომ ახლა მას ესე იგი რევოლუციური მოძრაობის ჩამოყალიბება არის საჭირო და ენემი თვითონ უნდა იყოს ამის ინიციატორი. ანუ რეალურად გამოვიდა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას აღარ თვლის მნიშვნელოვან პარტიად და ის იწყებს ახალ, როგორც ამ ინტერვიუში თქვა, რევოლუციური მოძრაობის ჩამოყალიბება. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ნაციონალური მოძრაობა. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რევოლუციური ცვლილებები მის პარტიაში და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის და რატოა რეფორმატორთა საბჭო დამოუკიდებელი ამ ეტაპზე. იმიტომ რომ ეს არის მცდელობა საქმიანი კოალიციის შექმნის ინგა და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აი მე მაგალითად ამ პროცესში ვხედავ, რომ ჩვენ გვჭირდება ხელსაწყოები და იარაღი იმისთვის, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ჩემი აზრით, შეიძლება ამაში ბევრი არ მეთანხმება, ისევე როგორც მიშას აზრით, ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ახლა არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც კიდევ უფრო საჭირო გახდება უახლოეს მომავალში. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ გაძლიერდება და გაცილებით უფრო სწორ ნიშას იპოვის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა შეუძლია კონკრეტულად მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან αφილირება, პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა და ამიტომ ქმნის საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, რომ მოდით მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა, მე თქვენ გაძლევთ ჩემს ინსტრუმენტს, რომელიც არის ჩემი შექმნილი პარტია, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, მე თქვენ გენდობით, იმიტომ რომ მე მაგალითად არ დავასახელებ სახელ და გვარს, ახლა სამი შეხვედრა ვისთანაც მქონდა, ყველა არაპარტიული ადამიანია. თავიანთ სფეროში პროფესიონალი, მცოდნე. ხო, მაგრამ ხო გახდებიან მერე პარტიული? არ გახდებიან. ანუ მეუბნებით რომ ეს საბჭო არ შეუერთდება ნაციონალურ. გასაგებია, მაგრამ შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც რეფორმებში მონაწილეობა მიიღოს, აღარ შევიდეს პარტიაში 6 თვის შემდეგ. უბრალოდ თვლიდეს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის გაერთიანება, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ძალის მქონე ჩემი გადასახედიდან, მიიღოს მონაწილეობა რეფორმებში და შემდეგ აღარ გახდეს ნაციონალური მოძრაობის წევრი და ჩათვალოს, რომ ამით მისი მისია შესრულებულია ამ დიდ ბრძოლაში. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საბჭო შეუერთდება ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მიშაც სხვა შორის აი ბოლო პერიოდში, რასაც მის სტატუსებში წერს, ან იგივე ჩემს ინტერვიუში რასაც პასუხობდა, აკეთებს აქცენტს ამ რევოლუციურ მოძრაობაზე, ახალგაზრდებზე და ასე შემდეგ და მასაუბრებ გეგმებზე. კი, აუცილებლად და აი როდესაც შენს ასევე ახალგაზრდებზე აკეთებდი თითქმის ყველა განცხადებაში აქცენტს, არ იყო ამაზე ერთგვაროვანი რეაქცია პარტიაში. აი მაგალითად, როცა თქვი რომ ნაციონალური მოძრაობა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ და ძველმა ლიდერებმა მათ ზურგი უნდა გაუმაგრონ, მაგალითად გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივანია თუ აცდები, საჯაროდ მოგმართათ, რომ ნანუკა ძვირფასო ენემი ჩემოდანი არ არის, რომ ვინმე გინდა ახალგაზრდა იყოს, გინდა უფროსი თაობის გადაიბაროს, ახალგაზრდობა პროფესია არ არისო და იგივე თქვა მან გუშინ. გუშინად ზუსტად იგივე. ეს არის ერთი გია ბარამიძე. ანუ ეს არის ერთი გიორგი ბარამიძე, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ გიორგი ბარამიძე. რატომ სხვა არსებობს სხვა განცხადება ასეთი? არ ვიცი, არ არსებობს. არა, ეს არის ერთი გიორგი ბარამიძე. მე ხა წავიკითხავ ამონ არის ბადრი ბასიშვილის პოსტიდან, რომელიც ხა ბადრი არის ზუსტად ისეთივე დამსახურებული ნაციონალი, არანაკლებ და არ ვიცი, ძალიან საკმაოდ ისეთი რთული რეგიონი აბარია მას და ძალიან ბევრი გაუკეთებია ამ პარტიისთვის. წერს ასეთ რამეს, თავიდანვე მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ვიცაც სიახლის და ახალი ადამიანების მოსვლის ეშინია, მას პარტიის მშენებლობის არაფერი გაეგება.
ეს ერთი განცხადება და მეორე ბონდო ბადრი რომელიც ეს ბადრის ნაწილი წოდა მეორე ბონდო კი ბონდოს ნაწილიც მინდა წავიკითხო მსგავსი ახალი სახეების ნახვა მართლა მინდა ჩვენს ნაცმოძრაობაში ვინც ენის მოჩლეკით არ დაიწყებს საუბარს და ღიად პირდაპირ თამამად დაუპირისპირდება ბინძურ პროპაგანდას დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ახალგაზრდების მოსვლა და ჩართულობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში ნიშნავს რომ შენ დაამარცხე პროპაგანდა რომლითაც ქართული ოცნება ბინძურად იბრძვის 14 წლის მანძილზე ეს არის ბონდო თედორაძე რომელიც წარმოადგენს ქობულეთს ანუ რეგიონს ანუ ასეთი არიან ბევრნი, რომლებიც ასე ფიქრობენ. შესაბამისად, რეფორმატორთა საბჭოს მოკავშირეები იქნებიან აი ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი კარი ღიაა, მოდით, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას რეფორმებში, ჩვენ ვართ ამისთვის მზად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი განწყობა. თაბარი განწყობა ნაციონალურ მოძრაობაში. მე მაქვს შეხვედრები ამ ხალხთან, როგორც რეგიონებში, ისე შიგნით არის ეს. ნანუ მაპატიეთ თუ შეიძლება ერთი დეტალი მინდა განწყობებთან დაკავშირებით დავაზუსტო. მაშინ, როდესაც იყო საუბარი პარტიაში უნდა გაგრძელებულიყო მაგალითად თავმჯდომარის უნდა გაეგრძელებინა უფლებამოსილების შესრულება დროებით თუ უნდა ყოფილიყო ეს რაღაცნაირი მრავალფეროვანი ერთობა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ მართვაში პარტიის მართვაში ამ 6 თვის მაგანძილზე უნდა მიიღო მონაწილეობა არა 1-2 ან რამდენიმე ადამიანს და მათ შორის რა თქმა უნდა არის თინა ბოკუჩავა და მათ შორის ისინი საკუთარი აი ამ შემადგენლობის წევრად თვლიან თინა ბოკუჩავას მაგრამ ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება ხო ეხლა შენ ჩემგან არ გესმის პირველად რომ არა ერთგვაროვანი იყო თქო ანუ ჩვენ ხედავდით ხო რეაქციებს ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ეხლა წეგან გიორგი ბარამიძე ვახსენეთ და მაგალითად თქო გუშინდელი პოსტიც ანუ შენ როდესაც ხო ჩვენს ამ ეთერში აკეთე თუ არ ვწდები ეგ განცხადება ძველები უნდა ჩანაცვლდნენ ახლით და მან დაწერა ის რომ მოკლედ წავიკითხა ვინც არიცით რომ ჩემი დიდი პატივისცემა ნანუკას მაგრამ ვფიქრობ იგი ძალიან დიდ სრულიად მიუღებელ შეცდომას უშვებს როცა ენემის გუნდს ასაკი და გენდერის მიხედვით ყოფს ჩვენმა გუნდმა ოპოზიციაში ყოფნისას გაიარა ურთულესი რუსული კრიმინალური 14 წლიანი რეჟიმი ზეწოლა და საიდან უნდა გავწიოთ ეს ხალხი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოვები და არასწორია რომ ვინმე სადმე წევს პირიქით კი არ უნდა გავწიოთ აი ადამიანები რომ გაგვებუტნენ და 4-ში რომ წავიდნენ თავის დროზე ის ხალხი უკვე უნდა დავაბრუნოთ 4-იანში წასულებს გულისხმობ და აი კომუნიკაციის უნარებზე რომ საუბრობ რას ვგულისხმობ რა მინდა სწორი კომუნიკაციის ფორმატ შევთავაზო ადამიანებს რომ მაგალითად მე ვიცი რომ მიშა რამდენიმე ადამიანზე ფიქრობს რომ მას უღალატეს და ზუსტად იგივე სახელები და გვარები ფიქრობენ რომ თავის დროზე მიშას პარტიიდან ისინი გაყარეს ამას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ რომ ამ ურთიერთობაში და მაშინ იმ გაყრაში დიდ გაყრაში შეცდომები პარტიაშიც იყო დაშვებული და არა მხოლოდ ის რომ ვინმეს ერთგულების თუმცა რა თქმა უნდა ნიკამელიას ერთგულების გამოც გაყვნენ რა თქმა უნდა მისი იდეის გამოც გაყვნენ მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანები რომლებსაც განცდა გაუჩნდათ რომ პარტიიდან გაყარეს ეს იყო არასწორი კომუნიკაციის ფორმა ხო იმიტომ რომ ძალიან მძიმე ფორმით მოხდა ეხლა თუ კი მელიას შემდეგ პროცესს თუ კი გულისხმობ მელია როგორ ჩაანაცვლეს ხაბეიშვილით მან ძალიან ბევრი ადამიანი უმძიმესი ფორმით გაუშვეს თვითონ ნიკაზე რომ აღარაფერია სულ ვამბობ ამის მაგალითი არის დარეჯან სვიტარია როგორ რა უნდა მომხდარიყო პარტიაში რომ დარეჯანს მიშა არ აერჩია როგორ უსამართლოდ უნდა მოქცეოდნენ და შესაბამისად ის კი არა რომ ის ხალხი გავყაროთ ვინც პარტიაში არიან ის ხალხი უნდა დავაბრუნოთ ვისაც არასწორი განცდები ჰქონდა თავის დროზე როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გამეორდა ის ცნობილი გაყრა მოხდა ამ პარტიას სადამდე მიდის ეს ამბიციები დაბრუნების ამ ხალხის გვარამია მელიას უკან დაბრუნებაზეც ხომ არ ფიქრობ მე ვფიქრობ რომ საერთოდ ყველა ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ და დიდ ზალად უნდა გადავიქცეთ თუ სინამდვილეში გვინდა გამარჯვება მაშინ რატომ ამბობ რომ ალიანსიდან უნდა გამოვიდეს ნაციონალური ალიანსი ჩემთვის არ არის 4-იანი და ალიანსი ჩემთვის სხვა პრობლემაა, რაზეც ახლა არ შევალ. ჩემთვის ეს სხვა ადამიანის ალიანსია, დესტრუქციული ალიანსია, მისაუბრებ რომ დღეს მინდა რომ პოზიტიური კონტექსტი იყოს და არ მინდა რომ არა, ხო, უბრალოდ ყველა ერთმანეთს უნდა დაუბრუნდეთო და ანუ რეალურად თქვენ შორის ამომრჩევლის გაყოფის პრობლემას ხედავ. მე მინდა რომ ადამიანებს, რომლებსაც არასწორად მოექცნენ და გაუჩინეს ის განცდა, რომ მიშამ ისინი ამ სიტყვას ტყულა არ ვამბობ. მე ეს მომისმენია ამ ხალხიდან. მე ამ დღეების განმავლობაში მათ ვესაუბრები, პირადი საუბარი მაქვს მათთან და ისინი მიხსნიან რომ ეს განცდა ჰქონდათ, რომ მიშას ისინი აღარ სჭირდებოდნენ, იმიტომ ისინი ხო ეხა ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ ხო მიშაა თავარი ფაქტორი, რის გამოც წლების განმავლობაში ისინი იყვნენ თავარი მოკავშირეები ამ პარტიის და შესაბამისად მე ის კი არა რომ ვინმე მოქმედი მართლა ამდენი წლის განმავლობაში რა არ გადაწყდა მათ თავს, მე მაქვს ის ამბიცია, რომ საერთო ენა ვიპოვო იმ ხალხთან, რომლებიც ძალიან სამართლიანად ნაწყენები წავიდნენ ამ პარტიიდან და იქნებ ეს წყენა რაღაცნაირად ეს ჭრილობები მოვაშუშო. ეს არის ჩემი ამბიცია, არა თუ ვინმეს გაყარა პარტიიდან და ასევე. მნიშვნელოვანია რომ თქვა
აი აქ რომ რეგიონების და პოლიცსაბჭოს მნიშვნელობაზე მე დღეს გავაკეთე კიდევაც გია ბარამიძეს მინდა ვუპასუხო რომ თითქოს რაღაც ნიშებით ხდება და სქესით და გენდერით და ასაკით და ასე შემდეგ ხდება დაყოფა. არასწორია ეს აღქმა და იქ წერენ კიდევაც მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის რომელიც საკუთარ სტატუსშივე გიას განმარტებას უკეთებს სინამდვილეში რა ვიგულისხმე და მე მიხარია რომ რაც თავარია ნაციონალური მოძრაობის აქტივმა სწორად გაიგო ჩემი განცხადება თავარი მოკავშირეები უნდა ყავდეს რა ვინ იქნება რეფორმატორთა საბჭოს თავარი მოკავშირეები თავიდანვე ვთქვი და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ეს არის ახალგაზრდული რომლებთან ერთადაც ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს აქტივობები ეს არის ქალთა ორგანიზაცია იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამ პარტიის ძალა არიან ქალები და შესაბამისად ქალთა ორგანიზაცია იქნება ჩვენი მთავარი დასაყრდენი და უკვე დაგვეგმილი გვაქვს გასღონისძიებები. შერჩეული ყავთ კანდიდატი, ვინც იქნება ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ალბათ ეს ერთობლივად მოხდება, თუმცა რა თქმა უნდა მე ჩემი კანდიდატურები მეყოლება, მაგრამ ეს მას შემდეგ რაც პარტიაში შევალ ახლა დღეს კანდიდატურებზე საუბარი, მაშინ როდესაც პარტიაში არ შედვარ, არ არის სწორი ჩემი მხრიდან და თუ მივიღებ გადაწყვეტილებას რომ პარტიაში შევიდე და ამასთან დაკავშირებითაც ჩემი ხაზგასმები მაქვს, რა შემთხვევაში მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. აი იცი ისე ლაპარაკობ რომ მიუხედავად იმისა რომ თქვი რომ არ აპირებ ამ თავმჯდომარეობას ამ ეტაპზე, ამას აკონკრეტებ, მაინც რეალურად ეხლა შენ პოზიციონირებ როგორც ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერი, იმიტომ რომ აი როგორ წარმოგიდგენია, ვინ წარმოგიდგენია, ვილაპარაკებ აუცილებლად გეგმებზე, მაგრამ ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება. მაინც უკვე ისე საუბრობ ეხლა პირდაპირ ეთერში, როგორც ახალი ლიდერი ამ პარტიის და ერთი ასეთი კითხვა დაგისვა, რომელსაც აუცილებლად დამისვამდი, ეხლა მე შეროლიდე ამ სკამზე და მან ისე ხომ არ გამოვიდა, რომ პარტიაში ვინაიდან არ იყო ესეთი ერთსულოვანი დამოკიდებულება და ბევრი განაცხენდა, რომ Facebook პოსტით გაიგეს მიშას არჩევანი ახალი თავმჯდომარის ანუ შენ შესახებ, ამ ეტაპზე დაძაბულობა რომ მოხსნილიყო, რაღაცნაირად გადაწყდა, რომ ეს საბჭოს ლიდერი იყო, აღმასრულებელი მდივანი და 6 თვის შემდეგ შენი კანდიდატურა დავხურო. ხო. გეტყვი ახლა შენ გულწრფელად რა იყო ამის რეალური მიზეზი? რა? ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ ვერავინ ამ სამყაროში, ვერც ერთი სახელი და გვარი, რა გავლენა და ავტორიტეტიც არ უნდა ქონდეს პარტიაში, ვერ ჩაატარებს რევოლუციურ ცვლილებებს პარტიაში მიშა სააკაშვილის გარდა. მიშა სააკაშვილი რომ შემოსულიყო ამ ფორმატში, ფორმალურად ის პარტიაში ვერ შემოვა. ხო, იმიტომ რომ ამის უფლება არ აქვს, ამისთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური პლატფორმის შექმნა, რომ რეფორმები პარტიაში ჩაატაროს მიხეილ სააკაშვილმა. და არა ის, რომ მე მუდმივად იყოს საუბარი იმაზე, რომ მიშამ თქვა, მიშამ გააკეთა, ღიად შემოვიდა ამ ამბავში, ღიად ჩაატარებს ამ რეფორმებს და ამ რეფორმებს ერქმევა მიშას სახელი. სინამდვილეში მიზეზი არის ის, რომ მე ვერც ჩემ თავში ვნახე ძალა და რესურსი, რომ მაქვს უნარი, შესაძლებლობა, ენერგია, არ ვიცი. ენერგიას არ ვიცი. ხო, ეს ადავა. არა და ეს არ იქნებოდა ჩემი მხრიდან გულწრფელი, მე მიშასთვის მიმეცა პირობა, რომ რაღაცაში მონაწილეობას მივიღებდი, თან აქ იდეალისტებზე იყო საუბარი. იდეალისტობა არის იდეალისტებზე და პრაგმატისტებზე ცხოვრებაზე, ჩემი აზრით, როდესაც საკუთარ ცხოვრებაზე უარს ამბობ. მაშინ არ ვიცი ამას ახლა შეიძლება ნაკლად ჩამითვალო, მაგრამ მე ვიქნები გულწრფელი, როდესაც არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ გაქვს. არანაირი პოლიტიკური გეგმა არ გაქვს. და ის რომ არ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, რაც ახლა ხდება, უბრალოდ იმიტომ რომ მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ პერსონალურ ბედნიერებებს ვერავინ ვერ ვიდგებთ. იყო ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა საუკეთესო ეტაპია შენ ცხოვრებაში. გაქვს კარგი სამსახური, კარგი ხელფასი, აი ყველაფერი გაქვს იმისთვის ერთადერთი ქვეყანა თავარი არ არის ქვეყანაში უსაფრთხოება ქვეყანაში არ ვიცი ადამიანების თავისუფლება გაქვს იმის თქვა რომ კარგად ვარ აი ახლა ვარ ბედნიერი აი როდესაც ამ ყველაფერზე უარს ამბობ და სადღაც თავით ეშვები სადაც 10 ხმალი უნდა გეჭიროს ხელში სადაც უნდა მიიღო დაუმსახურებელი კრიტიკა სადაც ადამიანებისთვის რომლებიცაც ყველაფერს გააკეთებ უსამართლოდ მოგექცევიან მეორე დღეს. სადაც შიგნით გარეთ არის რაღაცნაირი დაკვირვება და ობზერვაცია და შენ მიუხედავად ამისა, მაინც უარს ამბობ შენ კომფორტის ზონაზე და გადიხარ და ამ ყველაფერში შედიხარ, იმიტომ რომ ფიქრობ ახლა ბრძოლისთვის ეს არის სწორი, ჩემთვის ეს არის იდეალიზმი. ანუ შეხვალ ნაციონალურ მოძრაობაში და თავმჯდომარეობაზე იყრი თუ არა კენჭ იმ 6 თვის შემდეგ. ერთადერთ შემთხვევაში. მე ვუთხარი მიშას ეს და ახლა აქაც გავიმეორებ. თუ მიხეილ სააკაშვილი 6 თვის შემდეგ იტყვის, რომ ის არის ქართველი პოლიტიკოსი
ის იბრძვის საქართველოში და მთავარ ნაციონალური მოძრაობის წინ აი ამ მატარებელს ის იბამს და შესაბამისად ამ მატარებელში ვხდებით ჩვენ ყველა სხვა დანარჩენი როგორ კანონით ის ვერ შეძლებს? კანონით ვერ შეძლებს, არა, ეს არის საჯარო განცხადება და ჩვენ გვახსოვს, კაცო, არც ბიზნეს არ ქონდა პასპორტი, მასაც ჩამორთმეული ქონდა. მოიცა, იბამს რას ნიშნავს? განმიმარტე. აი ეს არის ძალიან მარტივი. ნახე, შეიქმნა რეფორმატორთა საბჭო. ხო. რომელიც ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე შექმნის იმ მოდელს, რომელიც ჩვენი წარმოდგენით უნდა იყოს პარტიული დღის წესრიგი. რომელიც შექმნის ამას ანუ უნდა ჩაანაცვლოს პარტია. თვითონაც საუბრობდა ამ ინტერვიუში. არა, დამასრულებინ ნიანად უნდა შეიცვალოს. ანუ ამ საბჭომ ახალი პარტია უნდა შექმნას. არავინ არა, ნახე როგორ არის შექმნის ისე დღის წესრიგს, რომელიც უნდა შექმნას პარტიაში. შექმნის ახალ რეფორმებს. ან მათ შორის, არ ვიცი, თუ გინდა კონკრეტულად ჩაგიშლი, რას გააკეთებს იქ რაღაცა ზოგისთვის კარავე ყურჩემოსახვედრი იყო, თუმცა ეს იდეა რეგიონებში მოხდება გაშლა, მოხდება ყველა სოფლის შემოვლა, ამ რაღაცნაირად მოდება მოხდება ამ ხალხთან არა მარტო ფლაერის დარიგებით, არამედ ბუნებრივი კონტაქტით და ურთიერთობებით. ამის შემდეგ თუ მიხეილ სააკაშვილი იმ რეფორმებს ჩვენთან ერთად გაატარებს, შედეგი მიღწეული იქნება ყველასთან ერთად, მათ შორის ეს რეფორმები ვერ გატარდება, თუ პარტიას მზაობა არ აქვს და მე შენ გაძლევ გარანტიას, რომ ნაციონალურ მოძრაობას დღეს აქვს მზაობა ცვლილებების, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ამ პარტიაში ესმით, რომ ისეთი რთული ვითარება, ასეთი რთული მემკვიდრეობა პარტიას არ ქონია არასდროს და არც ერთ თავმჯდომარეს ყოფილს, როგორიც არის ახლა. რატომ თავმჯდომარეზე რატომ გააკეთე? ანუ თავმჯდომარეს ხდება ხო მემკვიდრეობა? ანუ ახალ თინას ძალას მემკვიდრეობაა ეს? არა, თინას მემკვიდრეობა არა, მაგალითად თინას არც ეს ციფრი ქონია მემკვიდრეობით, არც ის რეალობა რომელიც არის. შესაბამისად, ახლა სხვა მემკვიდრეობა აქვს, ანუ შემდეგ სხვა მემკვიდრეობა გადაეცემა. ამიტომ ეს არის შესაძლებელი. ის კი არა რომ პარტია ამ რეალობაში ჩაიარა. და ამ რეფორმატორთა საბჭომ ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს და ამ შემთხვევაში შენ დათანხმდები გახდე იმ შემთხვევაში დავთანხმდები თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის რომ ის იქნება პრემიერობის კანდიდატი, ის არის ამ პარტიის ლიდერი და სხვათა შორის პრემიერობის კანდიდატი, პარტიის პრემიერობის კანდიდატი, რაღაც არ იყო აღქმული სწორად და მათ შორის უნდა ვთქვა აქვე, გახარია მე ქალბატონ სალომეს არასოდეს არ ვაძახებ ხოლმე, არ მინდა ეს რაღაცა დესტრუქციაში შესვლა სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ განსაკუთრებით ამ ფორმატში არ არის სწორი. სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ გახარიამ გააკეთა განცხადება ელენემ, რომ როდესაც ეს მერაბ მეტრეველთან იგივე ვთქვი, რომ მიშა უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი, მიშა უნდა იყოს ლიდერი, ელენე გახარიას ჰქონდა გაზიარებული ეს პოსტი და თქვა რომ ამ მიშა სააკაშვილისო ფეკალიები ჯერ კიდევ არისო საავადმყოფოს კედლებზეო, თუ რამეა ფეკალია რომელსაც ვერც ერთი, არ ვიცი, ათეული წლები და საერთოდ საქართველოს ისტორია არ ჩამოხსნის პირველ პირს ქვეყნისას, არის განცხადება, რომ ამ ქვეყანამ დაიწყო ომი. სინამდვილეში ისტორიული ფეკალია არის ეს. და ამიტომ მე და მათ შორის ჩვენი რაღაცნაირი ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან, მათგან გამიკურდა ამის დალაიქება, იმიტომ რომ თუ სწორი სახელები არ დავარქვით ადამიანებს და მე კიდევ ერთხელ უხერხულობა მაქვს ქალბატონ სალომესთან. ანუ ეხა სალომე ზურაბიშვილის მისამართით გააკეთე, ეხა იმიტომ რომ ელენე გახარია სალომე ზურაბიშვილთან მაგიდასთან ისხდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის ნანუკა და ამდენი ხნის განმავლობაში. აი მოდი, შენ ეხლა წამომყევი რასაც მეგეუბნები არა, უნდა დავასრულო ინგა. სწორედ ამიტომ გავაკეთე ეჯდა სალომე ზურაბიშვილის არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მისი მხარდამჭერი ვიყავი და ამიტომაც გავაკეთე განცხადება, რომ ბოდიშვუხტი თქო, უხერხულია ეს ჩემთვის, მაგრამ ელენე გახარია წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილს. არის მისი ოფიციალური წარმომადგენელი. მუშაობდა მასთან ერთ სტრუქტურაში და დღემდე წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილს. და ეს განცხადება არის აღქმული, უბრალოდ აქტივისტს რო გააკეთებინა, არ უპასუხობდი რა თქმა უნდა. ეს განცხადება აღქმული როგორც არის, როგორც იქეთა მხარიდან გაკეთებული განცხადება და არ არის სამართლიანი. თორე კიდევ ერთხელ ვამბობ, არასოდეს არ წამომიძახებია და ვთვლი რომ დესტრუქცია მხარეებს შორის ახლა არ არის და არც ვიქნები ამის მონაწილე. ისე სააკაშვილი ჩეხო ამას წინათ, სხვა ჩვენ სალომე ზურაბიშვილი ყავდა ამ სტუდიაში და ამ ინტერვიუზე რეაქცია იყო მისი ნათქვამის სააკაშვილი რატომ არ შეიწყალა, როცა მე ვკითხე და უბრალოდ როცა სალომე ზურაბიშვილზე არის საუბარი, ყოველთვის გავიხსენებთ რომ ნაციონალური მოძრაობა და სხვა პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან ესხნენ სალომეს მაგიდაზე. მე ვიყავი სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ჩემს პლატფორმებს უთმობდი თქო, სწორედ ამიტომ მოვიხადე ეს ბოდიში, რომ არ იყო, მაგრამ არ არის სწორი, ჯერ არ არის სწორი ეს ვორდინგი, არ არის სწორი ეს, როდესაც საუბრობთ, რომ არსებობს რაღაცა ტიპის ერთობა, თუნდაც ფორმალური ერთობა, ანუ მაგ სიტყვებით ახმოვანებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ამას ფიქრობ და ამას პასუხობ. არა, სალომე ზურაბიშვილს არა, მიშაზე ეს განცხადებები შიდა. ვინც დაწერა, ვინც ეს თქვა, თქო ის სალომე
ქალბატონ სალომეს წარმოადგენს ქალბატონ სალომეს და მისი მხრიდან ეს იყო აღქმული ჩემთვის როგორც არ უნდა საუბრობდეს, როდესაც მე თავს ვიყავებ, როდესაც მე ჩემს პლატფორმას განსხვავების მიუხედავად უთმობ, ხვალაც დავუთმობ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს საქმე სჭირდება და ჩვენ რაღაც ამ პირად დამოკიდებულებას უნდა გავცდეთ. და როდესაც მე ამ ფორმატში თანამშრომლობ და ვკონტაქტობ, რომ პირიქით ხელშემწყობი ვარ პროცესის და მათ შორის მაკებარი, ქალბატონი სალომესი, მთელ რიგ საკითხებში, იგივე უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მას წარმოადგენენ. და თუ ამ ფორმატს დაარღვევენ, მიიღებენ ამ პასუხს, იმიტომ რომ არავის არ შეუთავაზებია ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიშა და პარტიას დაუტოვონ უფლება საკუთარ პარტიაში გადაწყვეტილებების მიღების. კი ბატონო, და ეს საკითხიც ხომ არ გაიარეთ, ნანუკა, რადგან პარტიაზე ვსაუბრობთ, თან რეკომენდაციები უნდა მისცეს, ხო, თქვენმა საბჭომ, რომლის აღმასრულებელი მდივანი უნდა იყოს შენ, ოპოზიციურ ალიანსში დარჩება თუ არა ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ როდესაც ეს განცხადება წავიკითხეთ მიშასი, მე შენი კომენტარიც გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ თითქოს რაღაცა ახალი ტიპის კოალიციის შექმნის მცდელობა გაქვთ, იმიტომ რომ არანაცური ადამიანები, დნმ-ის ადამიანების მიზიდვაზეა, ხო, საუბარი ამ ეს არის საქმიანი კოალიცია, ეს კოალიცია არ არის ასე. როდესაც კოალიციის მთავარი ფორმატი არის განცხადებების კეთება და ძირითადად პოლიტიკური შენი მოკავშირის გინება, ეს არის სხვა ფორმატი. ჩვენ ამ ფორმატს არავის არ ვთავაზობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქმიან კოალიციას, ვეუბნებთ, რომ საქმის გაკეთება გვინდა, ამაზე გეგმავთ. ხო და რეკომენდაცია რა იქნება ოპოზიციურ ალიანსში ნაციონალური მოძრაობის დარჩენა თუ გამოსვლა ამ ალიანსში? მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიამ და ჩემ მხრიდან ეს იქნება, ახლა არასწორი ჩემი პოზიცია დავგვთქვი, ახლა იგივე სხვა აღარ გავიმარებ ყველა. ანუ თუ შენ ახლა რაც მოყევი, ეს ყველაფერი იქნება შენთვის მისაღები 6 თვის შემდეგ შესაძლებელია კენჭი იყარო პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე. სხვა ჩვენ შენ შემოიტანე ესეთი ხაზი ბიძინავი ეს მიშა. კი, მაგაზე იყო. მე არ გეთანხმები, იმიტომ რომ არ გამიკვირდება. იცი ახლა რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ჩემნაირი უამრავი ადამიანი, რომლისთვისაც არ არის ერთადერთი არჩევანი ეს გზა. ანუ სრულიად სხვა გზით ცვლილებები, ოღონდ არა მაინც და მაინც ბიძინავი ეს მიშა. გასაგებია, მაგრამ მე წარმატებას უსურვებ ნებისმიერ ფორმატს, თუმცა ვერ ხვდები ეს ხალხი სად მიდის. აი ეს ადამიანები, რომლებიც არცეც არ აძლევენ, მე არ გულისხმობ შენ გამოხატულად მკვეთრი პოზიცია გაქვს, რომლებიც არცეც არ აძლევენ და შუაში არიან და საბოლოო ჯამში მაინც შეიქმნა ერთი პარტია, მეორე პარტია, რომლებსაც უნდა ემუშავათ ამ ჯგუფზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ციფრი არ იცვლება პირიქით, აკლდებათ ისეთი ტიპის ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც სწორედ ამ ხალხზე უნდა ემუშავა და მე მხოლოდ არ ვიცი, გულშემატკივარი ვიქნები იმ პარტიის, რომელიც ამ ხალხის გულს ხო, კი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ყოფილი მეოცნებე, რომელიც მე მინახავს აქციებზე და ღია საპროტესტო მოძრაობაში და ღია დაფიქსირებს თავის პოზიციას, მაგრამ არის ძალიან დიდი ნაწილი ამ საზოგადოების, რომელიც დაუშვათ ხუთიანს არ შემოხაზავს. ეხლა შერას გააკეთებ ისეც, რომ ამ ხალხს ხუთიანი შემოახაზებს, არ ვიცი. არის, მოდი შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური წონა. ხო არსებობს პოლიტიკური წონა. მოგწონს არ მოგწონს სააკაშვილი გვერდზე და გადადე. პოლიტიკური წონა შენ ამბობ რომ საპირწონე რომელიმე პოლიტიკოს აქვს დღეს ოპოზიციაში? არა, საპირწონე არა. მე არ ვთვლი რომ ერთ პოლიტიკოზე უნდა გაიაროს ცვლილებების გზა. და შეიძლება ბევრი დიდი ნაწილი სტრატეგია ერთი პოლიტიკოსი ხო უნდა იყოს მისაღები და იყოს კვლავ დამაზიანებელი, იმიტომ რომ ეხა 2012 წლიდან კაცი რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი იყო და დღეს რომ აღარ არის, იმისთვის გაჭირდება. ისეთები რომლებიც დღეს არიან კარგი, ამას მომავალი გვიჩვენებს ხო? ინგა, არა, აწმყოა ეს მომავალი არ არის. სხვა შეკითხვა მაქვს, ნახე, ნაციონალურ მოძრაობას მისი სტრატეგია ხო უნდა ჰქონდეს? ხო, რასაც ხო ვერ გაითვალისწინებს ესეთი ადამი, რომელიც მისი ამომრჩეველი არ არის. მე წავიკითხე Facebook-ზე ყველას მოსაზრება და არც ერთი ნაცმოს ამომრჩეველი არ არის. პატივს ვცემ, მაგრამ კითხვა მაქვს, რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ჩვენ გვაქვს ჩვენი ელექტორატი გვინდა მუშაობა ასევე ახალ ნაწილზე, გვინდა გაბუტულების შემორიგება და მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მთავარმა ამბავმა უნდა გაიაროს ბიძინავი ეს მიშა. ნანუკა, დარწმუნებული ხარ რომ ეს გზა არის შენი სწორი არჩევანი? ხა ამას შემთხვევით არ გეკითხები, აქ რომ სხვა რესპონდენტი იყოს, მსგავს კითხვას არ დაუსვამდი, მაგრამ მე გავლილი მაქვს ეგ გზა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში და მე დამჭირდა ძალიან ბევრი დრო, ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი სატანჯველი აღმოჩნდა მოკლედ ჩემთვის ეს გზა. ეთყობა შენ იმ ლიდერის ორგანული მოკავშირე არ იყავი ვისთანაც? არა, ლიდერის გამო არ წავს
სულ არა, პარტიაში აბა არის. არა, პარტიაში ლიდერის გამო რატო უნდა წახვიდე? შეიძლება გუნდის გამო წახვიდე, არა მხოლოდ გუნდით, ახლა მთავარი ხა თუ ლიდერთან არა და შენ თქო გაცნობიერებული გაქვს. აქეთ ფლანგზე რასაც შენ აკეთებ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. მე შენთვის პირადადაც მithქვამს ბევრჯერ და სულ აღფრთოვანებული ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც შენ აკეთებდი დახმარებას ადამიანებისთვის თანადგომას და უფრო დიდი მასშტაბები. როგორ? გაგრძელდება უფრო დიდი მასშტაბები. ფიქრობ რომ ამას გადაიტან პარტიულში ნებისმიერი ლიდერი რატოა ეს ექსკლუზიური უფლება რომელიმე ნანუკასი ან პარტია ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს იგივე საქმის გამკეთებელი პარტიამ უნდა გააკეთოს ის რომ ხალხთან ერთად უნდა იყოს და ცხოვრება უნდა შეუცვალოს პარტიის ლიდერმა უნდა გააკეთოს ის რომ ხალხის პრობლემა მოისმინოს და მე ზადხარ ხო ამას ზადვარ არა ნახე ამ პროცესს როგორ ვუყურებთ მე მიშასთან ერთად ამ ბრძოლაში ვარ 2001 წლიდან კი ვიცი 2003 წელს ერთი რევოლუცია 2006 წელს მე და მე მინახავს აი ის მიშა დღეს რომ მადიარზე ლაპარაკობენ და სხვა მოდელებზე ლაპარაკობენ რაღაც პოლიტიკურ მოდელებზე მე ის მიშა მინახავს რომელიც სოფელში სად იყო მადიარი მართლა ფეხით რო გქონდა მოვლინახავს და შენ და სასიკეთოდ ესეც აუცილებლად უნდა ითქვას რომ შენ არასოდეს გაწეულ ხარ მიშასგან ყოველთვის იყავი ყველამ ვიცოდით მისი აქტიური მხარდამჭერი გვერდში მდგომი და მთელი ამ წლების განმავლობაში არასოდეს გადაგიფიქრებია, არასოდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ხალხო, ძალიან მნიშვნელოვანი. არასოდეს გითქვამს, რომ ემიჯნებოდი, არასოდეს გითქვამს, რომ აღარ იყავი მისი მხარდამჭერი, ეს დასაფასებელია. შენში ანუ ოდიდგანვე იმ 2001 წლიდან დღეს რა წელია 2026 ყოველთვის იყავი მისი ღია მხარდამჭერი. ამისი არხაზგასმა არ შეიძლება. შესაბამისად, მე მინახავს ის მიშაც, უნდა გავიმეორე და დავბრუნდე. რომელიც წალენჯიხის ავტობუსში ჩაჯდა და ჩამოვიდა, მანამდე რა გაგზა გაიარა და აქამდე როგორ მივიდა. ამიტომ მე ამ პროცესს უყურებ ესე. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი. ეს არის მე ვფიქრობ რომ ჩვენ რაც უფრო მეტი დიდი და ძლიერი პლატფორმები გვექნება რაღაცის შესაძლებლად და მე არ მგონია რომ იქ რასაც ვაკეთებდი აწი ვეღარ გავაკეთებ და ამას ნახავთ უახლოეს წარსულში 6 თვეც ჩემი აზრით უახლოეს წარსულია. არის მეორე საკითხი. მე მგონია რომ ყველა პოლიტიკოსი იგივეს უნდა აკეთებდეს რასაც მე აქ ვაკეთებ და სხვათა შორის რადგან შენახსენეს მე არ მინდოდა ხა ამ არასწორი სპეკულაცია მიმაჩნია ზოგადად ჩვენი არა და ამიტომ ვეუფლება მე ჩემი სათქმელი ვთქვა იმიტომ რომ ეხა გეტყვი რას ვშიშობ პლუს შიშმაც დამასმევინა ეს კითხვა მე მგონია რომ ამ წლების განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთები რომ შენმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ არ დააზიანოს ეს საქმე. ანუ ნახე ხა მე გესმის ხო რასაც გულისხმობ გარდა იმისა რომ ეს საოცარი პროფესია რომლის დატოვებით და პარტიაში წასვლით იწყება უმძიმესი გამოწვევები რომელსაც ან გადალახავ ან ვერ ახალგაზრდებო მე ვუყურებ რომ პარტია არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და მთავარია განსხვავებულად ვფიქრობ ხელისუფლება შეცვალო შესაბამისად მე ჩემი წარმოდგენები ამ თემასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სხვაგვარი და აქ უნდა მინდა ერთი რამ მე მინდა ამ რეფორმატორთა საბჭოში იმ მოდელის შექმნა რა მოდელი შევქმენი ფონდში აი დღეს პროკურატურის თანამშრომლები იმედია მიყურებენ რომ ფონდში ჩემი ბენეფიციარები არიან ქოცის ამომრჩევლები არიან ლელოსი არიან გახარიას და უფრო მეცაც გეტყვი როდესაც სტიპენდიის თანხა მოვიპოვეთ ის დაახლოებით 9 მილიონამდე ლარი მე შემიძლია დავიფიცო რომ გაცილებით უფრო მეტი გახარიას ახალგაზრდულის წარმომადგენელია და სტუდენტი იმიტომ რომ აქტიურები იყვნენ და მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა მათ შორის ლელოს წარმომადგენლები და უთხიანების ვიდრე ხუთიანების ახლა არ ვიცი რამდენი ხო მაგრამ ეს რომ გადაითარგმნება ახლა პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაში ეს ხალხი აღარ იქნება შენს გვერდში ეს არა ერთი წამით პარტიულ პოლიტიკაში უნდა გადათარგმნო და ქოცის ლელოს და გახარიას ამომრჩევლის და მათი მხარდამჭერის გვერდითაც ისე უნდა დადგე როგორც ნაციონალურ მოძრაობას. ანუ მე არ ველაპარაკები მარტო ნაციონალურ მოძრაობას, ინგა. ჩემი ვექტორი არ იქნება მხოლოდ მათი პარტაქტივი და ამომრჩეველი. იქნება ყველა, ვისაც ექნება გასაჭირი, ვისაც ექნება პრობლემა და მე შემიძლია რომ მათი პრობლემა მოვაგვარო. ეს არის მთავარი მოდელი, რასაც აუცილებლად შევქმნი და აგერ ნახავ, უახლოესი მომავალი გიჩვენებს. კარგი, მოდი ერთს ძალიან სხვანაირად უყურებ ამ პროცესს და არა ისე რომ ანუ არც უყურებ რომ დამღლელია. არ მგონია რომ არა, მესმის რომ ფსიქოლოგიურად აშკარად მზად ხარ. აი აღმოჩნდები თუ არა მზად, ამას მე ვნახავ უკვე მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი და ბებორო დამინახავდა და მეუნებოდა უიო ნანუ
ნანუკა მოვიდა, მე ქოცი ვარო, მაგრამ მოდიო, ჭამო, დავლიოთო და რომ ელაპარაკებოდა, ხმას კი ვერ მოგცემ, ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ, მაგრამ კომუნიკაციის წყარო ქონდა ერთ თემაზე, ერთ ენაზე ვლაპარაკობდი და ერთმანეთის გვესმოდა. ამ მოდელი შექმნა მინდა და მე ეს ვინახავ. ნახავთ, გვიჩვენებს 6 თვია, ხო? წინ და 6 თვის მერე გავიგებ პარტიის თავმჯდომარე გახდეთ. კი, აუცილებლად გახდები თუ არა და ახალგაზრდები ისევ მინდა ამ თემას დაუბრუნდე და აი ხა რაზეც საუბრობდი შენ გეგმები უკვე შემდგარი პოლიტიკოსივი თუ ითხოვე ხა რომ გეგმაზე მალაპარაკე. გეგმის ნაწილი მინდა რომ გეგმაზე მალაპარაკე, ხო ყველა პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკოსი ამას ითხოვს ხოლმე რომ გეგმაზე არა, მე მაინტერესებს. მე არ მინდა რომ ზედაპირი არა, მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს რას აპირებს ეს საბჭო, რომელიც ჩემი აზრით. ხო, სხვა შორის ეს კითხვა არ უნდა დამავიწყდეს. ეს საბჭო იქმნება იმ ფონზე, ნანუკა, როდესაც არ გიგონოს რომ მესიჯობ რაღაც. კი, უნდა მომეცა შენიშვნა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია პარტიების აკრძალვაზე სარჩელი, როდესაც მიდის პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები და ეს თავისთავად აჩენს კითხვას იმისთვის ხომ არ იქმნება ეს საბჭო, ეს რეფორმატორების საბჭო, ან როგორც მიშამ ინტერვიუში მომწერა რევოლუციური მოძრაობა, ისი ამბიციაც აშკარად გააქვთ, რასაც მე ვუყურებ, რომ თუ მოხდება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა სხვა პარტიებთან ერთად თქვენ კალენდარული თუ ვადამდელი არჩევნებისთვის უკვე მზად გქონდეთ სრულიად სხვა გუნდი. აი, გამოს არ მიფიქრია. ეს რა კარგი იდეა. ანუ ეხა გინდა მითხრა რომ ჩემგან ისმენ ამ იდეას. მართლა პირველად. რავი, მე პირველი ეგ ვიფიქრე რომ ხომ არ ემზადებიან თქო აკრძალვისთვის, იმ შემთხვევისთვის თუ აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა, თან უყურეთ რატო არა, ქართულმა ოცნებამ გითხარო, ვინც იყვნენ იმ პარტიებში, ისინი სხვა პარტიებში თუ იქნებიან, ისიც აიკრძალებაო და თქვენ ამბობთ რომ არავინ, ვინც აქამდე იყო? არა. ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან აქ. მოკლედ ეს სათადარიგო ვარიანტი აკრძალვის შემთხვევაში არა. თუ ვინმეს გამოადგება დიდი სიამოვნებით ვიქნებით სათადარიგო ვარიანტი ყველა ბრძოლაში, ანუ მაგრამ არ განიხილება მართლა. ანუ იდეის ავტორი ინგა გრიგოლია არ გამოიყვანა. ხო. მაგრამ მართლა მარტივად არის ამბავი. სინამდვილეში ის არის, რაზეც ვსაუბრობ და ამას უახლოეს მომავალი გააჩვენებს. რაც გამოაჩენს. რაც შეხება ახალგაზრდებს, მინდა მათ მიუმართა რომ მეგობრებო, ჩვენ გთავაზობთ ინსტრუმენტს, რომელიც არის მთავარი ბრძოლის იარაღი ქართულ ოცნებასთან. ვამბობთ რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობა, შესაბამისად თქვენ შემოერთებას შეხვდებით გაშლილი ხელით, იცოდეთ რომ ჩვენი კარი ღიაა, არ აქვს მნიშვნელობა გუშინ ვისი მიეცით ხმა, თავარია რომ დღეს თქვენი ადგილი იპოვოთ ჩვენთან, ეს ერთი, მეორე, აი მაგალითად დღეს დილით სამოქმედო გეგმა ჩავაგდე ახალგაზრდულ ჯგუფში. ეხა მოყევი რა წერია? აი ნახე. რას აპირებთ? ანუ ეხლა ნახე რას ვეუბნები ახალგაზრდებს. მე იდეები არ მომპარონ. მე? არა კაცო. ჩემო ოპონენტებმა. მაშინ მოკლედ. იმიტომ რომ რაღაც დამთხოვაა, დღეს ერთ-ერთი ვიყავი ოყონდის მერე გავა, მას დავაზღვია და მითხრეს რომ იგივეს ფიქრობს რომ ახალი ყიფიანი ხო? ბატონი ვიქტორ ყიფიანმაც იგივე თქვა და ძალიან გული დამწყდა. ხო, რავი, თუ გინდათ, ანუ შენ თავადვე მთხოვე რომ გეგმებზე მალაპარაკე. ანუ უნდა თქვა, მაინც მნიშვნელოვანია რომ თქვა, რომ რეგიონებში გავალთ, ოღონდ ნახეთ რა მნიშვნელოვანია, გავაკეთებ ჩემულას რეგიონებში, ხა ეს ძალიან მარტივია და მე არ გამოვიყენებ მადიარის მაგალითს, მე მაინც ვიტყვი რომ იმას გავაკეთებ, რასაც მიშა აკეთებდა რევოლუციამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არა, ვერ წავიკითხავ რა. ძალიან ისეთი ამბები. მაშინ გეგმები რა გაქვს? გეგმა არის ის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ერთის მხრივ ეს იყოს სოციალური თემატიკა, მეორეს მხრივ ეს იყოს ახალგაზრდების თემა, მესამეს მხრივ ეს იყოს რეგიონალური გმირების შექმნა, უბრალოდ შექმნა კი არა, პოვნა მათი. მთელი ეს პერიოდი უნდა გქონდეს რეგიონებში, მთელი ჩვენი არ ვიცი, დრო, რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე, პარალელურად უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და უკვე იგეგმება მათთან დიდი შეხვედრა, ასევე ახალგაზრდულთან სხვა ფორმატით შეხვედრა, ასევე სოცმედიით უნდა გავაძლიეროთ კავშირი ემიგრანტებთან, უნდა მიიღონ მონაწილეობა ვოუთინგით, ანუ ხმის მიცემით ამ პროცესებში, უნდა იყვნენ პირდაპირ ამ პროცესებში ჩართულები, ისევე როგორც უნდა შევქმნათ ინსტრუმენტი, სადაც პირდაპირ გავიგებთ ჩვენს მოკავშირეებს, ახალს ანუ წევრებს. და ასევე კიდევ გვაქვს ერთი იდეა მიშასთან დაკავშირებით და მაგასაც არ ვიტყვი.
არ იტყვით? მიშასთან დაკავშირებით. ხო, მიშასთან დაკავშირებით გვინდა რაღაცა კონტაქტის გაცოცხლება მასა და მოსახლეობას შორის, ანუ ერთი ველია და პროპაგანდა, რასაც მიშაზე ქმნიან. აი თუნდაც ის რაც ჩვენ თქვი განა, იმიტომ რომ ობიექტური არ არის ეს. მათ შორის ობიექტური გარემოებაც არის, რომ ვიღაცისთვის მიშავიეს ბიძინა მიუღებელია. ამას რა თქმა უნდა არ არის ეგრე არ დგას დღეს. რაც არ უნდა ეხლა ეწყინოს მიხეილ სააკაშვილს, დღევანდელი მოცემულობა არ გადის ამაზე. ბიძინა ვიეს მიშა. ეს პარტიისთვის ალბათ გადის. მესმის როგორც მისი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის მეტყვიან, რომ ამაზე გადის, მაგრამ პოლიტიკური რეალობა, მოცემულობა, ჩემი აზრით, აზე გადის დღეს პოლიტიკური რეალობა. ყოველ შემთხვევაში ამ ფორმულაზე არ გადის. არ ვიცი, ნანუ ბიძინა ვიეს რა? ბიძინა ვიეს საზოგადოება გაერთიანებული ერთად ბრძოლაში და პროტესტში, თორე ბიძინა ვიეს მიშა ეს ფორმულა ერთხელ გავერთიანდით და რა შეცდომა დაუშვით ამ ერთიანობის დროს? ანუ რომელ გაერთიანებაზე მე საუბრობ? როგორ გაერთიანებაზე? მთელი ქვეყანა გარეთვიდეთ. პროტესტის დროს შე როგორ ფიქრობ რა შეცდომა? არასწორი ლიდერის შექმნა და არასწორი ძალის დაკიდება ისეთ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ბოლომდე სადღაც ვერ შემოყვეს. და არ მინდა ამ დეტალებში ლიდერი. არ მინდა ამ დეტალებში. არა, მაინტერესებს როგორ პოლიტიკაში შეხვედი და რა ერთი ლიდერი იყო, რომელზედაც ავაწყოთ მთელი ეს ნაძვის ხედა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯერ კიდევ მაშინ მოქმედი პრეზიდენტი იმას გულისხმობს. არა, მე ვამბობ უკვე შემდეგ. აჰა. ანუ სალომე ზურაბიშვილს უკვე მოგვიანებით ხო, ფაქტია, რომ აი თვითონაც თქვა, რომ ის დღე ის ერთი კონკრეტული დღე, როდესაც მისგან სხვა მკვეთრ განცხადებებს ველოდებოდით, ვერ მივიღეთ საზოგადოებამ. ხო, ფაქტია ეს, რომ ბევრჯერ დაშლილი შეკრებილი საზოგადოება საბოლოო ჯამში ნახეთ დაშლილი. ჩემი აზრით, ფაქტორი იქნება ის, ვინც შექმნის წორველს და ვინც შექმნის სიმძიმის ძალას მისკენ. ის იქნება ფაქტორი. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს კოალიცია და მე ვისურვებდი, რომ ყველა მოვახერხოთ წარსული წყენების მიუხედავად, რომ ჩვენ რაღაცა ერთ სივრცეში ახალი კოალიცია? ახალი კოალიცია. აბა ისი ალიანსში არის ნაციონალური? არ არის კოალიცია, ლელო იქ არ არის, გახარია იქ არ არის. შენ ფიქრობ ყველა? მე ვამბობ ნამდვილ კოალიციას. კოალიციას ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ყველამ უნდა მოახერხოს ყენების გადადება, ყველამ ეს არის რეალური ძალა, მაგრამ რაც შეეხება უკვე პარტიას, პარტია საკუთარი ძალის გაძლიერებას ხედავს მიშას ფაქტორს. ხო, როგორც პარტიის მომავალი ლიდერის გადასახედიდან ან უკვე შესული ხარ ამ პარტიაში ესე გამოდის? არა, ჯერ არ ვარ შესული. არა, მის წიაღში ხარ, ხვდები ხო თქვი რომ შევხვდები ისე. არა, სხვა რამეს გულისხმობ, ნანუკა დავაკონკრეტებ რას გულისხმობ ზოგადი რომ არ გამომივიდეს ეს ჩემი ნათქვამი, შენ წეღან ინტერვიუს დასაწყისში მითხარი რომ მე შევხვდი ძველებსაცო და ანუ წიაღში ხარ თქო უკვე იმ პარტიის თქვენი გადასახედიდან მე მესმის როცა ამას ამბობ რომ კი მიშა, მაგრამ მოცემულობა დღეს ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ ჩამქოლავენ თქვენ ხო იცი მაგ პარტიას როგორი მათ შორის აგრესიული მხარდამჭერები ყავს. ყოველი ჩემი ამ ტიპის განცხადება მე ჩემზე შეტევით მთავრდება. ისეთი რომ მაგ ხალხთან შენთან ერთად ომში წავალ თუ აი სხვა მაგ ხალხთან ერთად? არა, მებრძოლი ხარ. ნაციონალურ მოძრაობას რომ ხავს მებრძოლი მხარდამჭერები მართლა ძალიან იშვიათია. ესეთი ხარ რეალობას თვალებში რომ შევხედოთ მე ვარ თუ არა ხუთიანი სამომრჩეველი ამას სულ არ აქვს მნიშვნელობა. 14 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გზა ნამდვილად გაიარა ამ ხალხმა და დღემდე რომ აი ამ მძიმე გზის მიუხედავად რომ ისევ არიან ხუთიანის მხარდამჭერები, ეს იმაზე მეტყველებს რომ ყინვაგამძლე ხალხია ნამდვილად და მართლა ერთგული ხალხი ყავს ვინ შერჩა, მაგრამ დიდი ნაწილი აღარ შერჩა, რომლის დაბრუნებაზეც ეხლა შენ ისაუბრე რომ გაქვს ამბიცია. ანუ მინდა რომ გავყო, იმიტომ რომ რაღაც სოციალურ ქსელში სწორად არ იყო აღქმული რაც. მოდი თქვი ჩამოაყალე. პირველი ეს არის რომ პარტია ფიქრობს რომ მისი გამარჯვების, მისი გადიდების, მისი გაძლიერების გზა გადის მიხეილ სააკაშვილზე და არა რაღაცნაირად ეხა კიდე ახალი მოდელის შექმნაზე, რომელმაც არც ერთხელ არ გაამართლა ამ პარტიაში და პირიქით უფრო ცუდი შედეგები დადგა დღის წესრიგში და რაც შეეხება საერთო ბრძოლას, საერთო ბრძოლა უნდა იყოს კოალიციური, ოღონდ ნამდვილი კოალიცია. და არა რაღაცნაირად არ გამოდის. აი ჩვენმა რეალობამ ნახოთ, მე ერთ-ერთმა ძალიან ჩემთვის კომპეტენტურმა ქალმა მითხრა რომ რაღაც შეხვედრაზე ვიყავიო და მითხრესო იქო რომ თქვენ ეთყობა არ გიჭირთო. მანდ ეთყობა არც ოპოზიციას უჭირსო, აქ არ არის საუბარი ბუნებრივია იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარ მხრებზე და საკუთარ ცხოვრებაზე უდიდეს წინხი გაიარეს, პოლიტიკურ ელიტას გულისხმობდნენ. ეთყობა ძალიან კარგად არ გიჭირთო, თორე რო გაგიჭირდებათ გაერთიანდებითო. ეთყობა რასაც ამბობთ პოლიტიკურ განცხადებებს, ეს რეალობას არ ასახავსო და მე ვფიქრობ მართლა როცა ძალიან გაუჭირდებათ. მე უკვე ნანუკა, როდიდან აპირებთ შეუდგეთ ამ საბჭოს მუშაობას? ივლისის ბოლოდან, აგვისტოს დასაწყისით.
სააკაშვილთან როგორ კონტაქტობთ ადვოკატის მეშვეობით? ყველას მეშვეობით ვინ შედის? მე არ მყავს ერთი ადამიანი არჩეული და ამიტომ იქ ბევრი შედიან, ყოველდღე შედიან და შესაბამისად ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. იცი რა მითხარი კიდევ ერთი რომ არ დარჩეს ეს კითხვა, როდესაც მიშამ დაგასახელა მის სასურველ კანდიდატად თავმჯდომარის პოზიციაზე, მერე რა მოხდა? ისე მაშინ აშკარად არ გქონდათ გადაწყვეტილი ეს რეფორმატორთა საბჭო, იმიტომ რომ არც ერთ ეთერში არ ჩენ გისაუბრია, არც მას თავისი ინტერვიუში, აი ბოლო პერიოდში რატომ მოხდა? იმიტომ ხომ არა რომ მან აღმოაჩინა რომ შესაძლებელია მის პარტიაში იყვნენ გაბრაზებულები, მაგალითად თინამ ხომ თქვა Facebook პოსტშიც დაწერა და პრესკონფერენციაზეც თქვა რომ მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ეხლა ვართო მან რომ მიმართა სააკაშვილს და ხომ არ აღმოაჩინა სააკაშვილმა რომ თავისი სიტყვა ვერ გაქონდა პარტიაში და მერე მიიღო ამ საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება. არა და არა. მე პატივსცემ გია ბარამიძეს, მაგრამ ერთი გია ბარამიძის განცხადება არ არის პარტიის განწყობა. მე პარტიაში შეხვდი ისე მას? კი, როგორ არა, ორი დღის წინაც მქონდა შეხვედრა. იმ შეხვედრებს რა თქმა უნდა, ბატონი გიაც არის. არ ვეთანხმებით მთელ რიგ საკითხებში, იქაც არის კამათი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღი პროცესია. ისიც ჯანსაღი პროცესია, რომ არ დაგეთანხმდა. ხო, იმიტომ რომ გულისწყრომის ალბათ გესმის 14 წელი მე სუსი დამდევ და მირტყამ და სამსახური დავკარგე, არ ვიცი, ყველაფერი მიქნეს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ვიყავი და დღეს უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა და მე ჩამენაცვლოს, აი ეს ხაზიც რაღაცნაირად მე მაინც მინდა რომ ვთქვა რომ ნაციონალური მოძრაობის ზუსტი აღმწერი შინაარსის გადმომცემი არის ბადრი, არის ბონდო. არის ის სტატუსები, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას არც ერთ ეტაპზე არ ქონდა იმის რაღაცნაირი დაბრკოლება, რომ ახალი სახეებისთვის კარი გაეხსნა და ახალგაზრდებისთვის ნაციონალურ მოძრაობაში ეს როტაცია იყო მუდმივად და მიშას მთავარი ხელწერა ეგ იყო, რომ წავიდოდა სადღაც საერთოდ სხვა ამბავზე, ქუჩაში შეიძლებოდა თონესთან დამდგარი გოგო ეპოვა და ის გოგო ერთოში ეკონომიკის მინისტრი გამხდარი იყო. ეს არის მიშა, ეს არის ამ პარტიის ხელწერა და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პერსონალური ხასიათის გამოვლინებაა და არა მე სხვათა შორის აქვე უნდა ვთქვა როგორ გამომრჩა ეს ამბავი, მიუხედავად ჩვენი წარსული წყენებისა, მე და პეტო შევრიგდით ამდენი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. პეტრე ცისკარიშვილიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელსაც ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა. არ ჰქონდა პეტრეს მძიმე რეაქცია. შევრიგდით მე და პეტრე რას? ანუ ჩვენ რაღაცნაირი კონფლიქტი ჰქონდა, საჯარო კონფლიქტი ჰქონდა ისე მიშას საკითხზე, ჰქონდა საჯარო კონფლიქტი და მე ვარ მართლა ძალიან ჯერ ესეც მე და პეტრე წლების მეგობრები ვართ და მე ვარ მართლა ძალიან მომწონს ეს ფაქტი, რომ თუნდაც მე და პეტრე მოვახერხეთ ის, რომ ამ საერთო საქმისთვის გადავაბიჯეთ ამ წყენებს ორივემ. მანაც მეც, იმიტომ რომ საჯაროდ რაღაცნაირი ორივე ძალიან ის თუში იყო და მე ცოტა ჩემი რაღაცნაირი ხასიათით ძალიან ისეთი ვიყავით რა მკვეთრები ერთმანეთის მიმართ და შესაბამისად მე ძალიან მომწონს ის რომ ჩვენ შევქმნით ეს მოდელი თუნდაც პარტიაში რომ კი ჩვენ გუშინ გქონდა ბევრი განსხვავება ერთმანეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმობდით მაგრამ დღეს იმიტომ რომ საქმე სჭირდება ერთად ვსხეთ ვართ მაგიდასთან მოლაპარაკებებს მაგიდასთან და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმ საბჭოში პეტრეც იქნება მე მინდა რომ რეფორმატორების საბჭოში იყოს პეტრე იმიტომ რომ მთელი რიგი მიზეზები აქვს ამას და მე მინდა რომ გიორგი ბარამიძე მაგალითად გიორგი ბოტკოველი თინა კუჩავასთან კიდევ ხომ არ დაილაპარაკე? მე სულ მზად ვარ. მე ყოველთვის მზად ვიქნები რომ თინას ვესაუბრო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს არის სწორი ფორმატი ურთიერთობების. მე არ მგონია რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდეს ფუფუნება რომ ნებისმიერი მისი და თან ისეთი წარმომადგენლები დაკარგოს. გასაგებია რომ პარტიაში რჩება, მაგრამ მეორეა რომ ეფექტური უნდა იყოს ველზე და მე ვისურვებდი რომ თინას კი არა, არ ვიცი, ის ადამიანები რომლებიც დღეს დისტანცირებულები არიან, მათ ხვდები და ვეუბნები რომ დაუახლოვდნენ ისევ ამ პეტრემ თანხმობა განაცხადა ამ საბჭოში. ამ თემასთან აი ხა სხვა რუტინულ დეტალებზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ დაგვჭირდება მთელი რიგი ხელშეწყობა პარტიის მხრიდან ამ რეფორმატორთა საბჭოს, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული ჭურჭელი უნდა შეგვიქმნა, ხო? შესაბამისად, მე მიხარია რომ პეტრე ჩემი ხიდია ადამიანებთან და მე მიხარია რომ ჩვენ ძველ წყენებს გადავაბიჯეთ და დღეს უკვე ძალიან საქმიანად ერთ თემებზე საუბრობ და ერთი ინტერესი გვაქვს. მე არა მარტო პეტრე ძველები ბევრნი იყვნენ იქ და ანა წითლიძე იყო, ანა წითლიძესთან ყველაზე ბევრჯერ მქონდა შეხვედრა. გიორგი ბარამიძე, ანუ ამ ხალხს თავაზობთ ამ საბჭოში იყვნენ? არა, მე ვერავის ვერ თავაზობ, ეს არის მიშა საბჭო და მიშამ უნდა შესთავაზოს ვინ უნდა ამ რეფორმატორთა საბჭოს. უბრალოდ პეტრე იმიტომ რომ მას აქვს როგორც გენდივან სხვა გამოცდილებები და სხვა უნარები და ის ხაზგასმით საუბრობ, მე მესმის რომ მეგობრები ხართ, წყენები დაივიწყეთ და გიხარია რომ აღადგინეთ ურთიერთობა, მაგრამ შემთხვევით პეტრე ხომ არ იქნება მაშინ პარტიის
თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატი? ეს საერთოდ არ არის ჩემი საქმე, ამიტომ მართლა არ ვიცი. ეს არის პარტიის შიგნით გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება შიგნით ერთობლივად უნდა მიიღონ. მე არ მგონია ეს გადაწყვეტილება ერთმა ადამიანმა მიიღოს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ გადაწყვეტილებას არც მიშა მიიღებს ერთპიროვნულად და არც ვინმე და სხვა ხო არ ვიცი ხა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ენერგიაზე ხარ, ზღვა ენერგიაზე მაქვს და მე მაქვს ეს სხვათა შორის მათ შორის პარტიის რიგებში კი არა და ხო ახლოს მყოფი ადამიანი მეუბნებოდა რომ აქედან არაფერი არ გამოვა, მე მაინც მგონია რომ ჩვენ რაღაცა თავარი შანსები გავუშვით და მე ვეუბნებოდი რომ არავის არ ვეკონტაქტები, ვინც ამას მეუბნება. მე მჭირდება ახლა ისეთი მოკავშირე, რომელსაც ჯერა გამარჯვების, რომელიც დარწმუნებულია რომ ყველაფერი გამოვა, იმიტომ რომ გამორიცხულია რაღაც ძალიან გინდოდეს, გამორიცხულია რომ ამ ენერგიას კრავდეს ბევრი ადამიანი და არ გამოვიდეს და თან მე ისეთ ადამიანებს ვეყრდნობი ამ პროცესში, რომ 100% დარწმუნებული ვარ რომ ეს ამბავი გამოვა რა. წარმატება მინდა გისურვო. წარმატებას როცა გისურვებ, მთელი გულით გისურვებ წარმატებას და ხო, აი გვიჩვენებს მოკლედ მომავალი რა და როგორ. მაინც ხედავ შენს თავს თავმჯდომარედ, ხო? იმ შემთხვევაში, ერთადერთ შემთხვევაში და ამას საჯაროდ იმიტომ ვამბობ, რომ მე მიშამ ვერ მოახერხოს ჩემი გადაფიქრება. ერთადერთ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი, ანუ არის მეტი რა გაქნას სტატუსებით ის მართავს პარტიას პასუხისმგებლობების აღებით, კამპანიის წარმართვაში ჩართვით, მან უნდა გააკეთოს ღია განცხადება, რომ ეს ჩემი კამპანიაა, მე ვარ ამ პარტიის პრემიერობის კანდიდატი და ეს მე ვარ. ეს ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ნანუკა, დიდი მადლობა. რამე ხომ არ გამოგჩა, რაზეც მინდოდა საუბარი. მე გულწრფელად საკუთარ თავს, პარტიას, ყველა ოპოზიციურ ფლანგს უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს არ არის ჩვენი ერთი ან ორი ადამიანის და პარტიის წარმატება, იმიტომ რომ ეს წარმატება არის ამ ქვეყნის წარმატება. რამდენი ოპოზიციური პარტიაც გაძლიერდება და მოიპოვებს რაღაცა ტიპის ზალას ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმართულ პროცესებზე, ეს მარტო ამ ქვეყანას გააძლიერებს და ყველას, ახალს და ძველს, ყველას უსურვებ ამ ბრძოლაში წარმატებას და ყველას სული მოკავშირეებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათაც კი ვიზეთ შეიძლება გუშინ რაღაცნაირი განცხადებები გამიკეთებია ყველას მოკავშირედ თვლი. ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებ, მიყვარს ყოველთვის, როცა შენ ხარ ჩემი სტუმარი. საინტერესო და ისეთი ცხელი ინტერვიუ გამოგდის ხოლმე. წარმატება შენ. გულწრფელობის შესაძლებლობა მეძრევა და მესმოწოს.